Maya-ში ყენდება როგორც პლაგინი. და მის თვალსაჩინოდ განახებთ, რომ აი ხედავთ, რომ აი მენიუ პანჯარაში UE 10 Extreme ქვემენიუ მაქვს, საიდანაც უკვე შემიძლია ჩემი UE პროექტი შემოტანა. მაგრამ როგორც უნდა გამოჩნდეს, ეს Maya-ს ახასიათებს ხოლმე, როდესაც პლაგინს დააყენებთ, რაღაც სხვა პლაგინი შეიძლება ნებისმიერი აი ვთქვათ, არსებობს პლაგინების სახის სამოძრაო, ობიექტის სამოძრაო ან პერსონაჟის სამოძრაო, როდესაც თქვენ აი ამ პლაგინებს დააყენებთ, ის ავტომატურად არ ჩანს თქვენს Maya პანჯარაში. იმისთვის რომ ეს ყველა პლაგინი, რომელიც თქვენ გსურთ გამოჩნდეს, შემდგომში გამოიყენოთ, ამისთვის უნდა შეხედეთ window settings plugin manager და თქვენ გაქვთ აქ ყველა პლაგინი ჩამონათვალი, რომელიც default-ად მოყვება Maya-ს ან რომელიც თქვენ დააყენეთ შემდგომში. ამ შემთხვევაში მე უკვე მონიშნული მაქვს ჩემი UE Extreme MLL ვაჭერ ორივე checkbox. პირველი checkbox-ი ნიშნავს, რომ ერთხელ დალუადდეს, აი როდესაც აი მომენტში, როდესაც მე მუშაობდა, მეორე checkbox-ი ნიშნავს ავტომატურად დალუადდება ეს პლაგინი, როდესაც Maya ჩაერთვება. მე უკვე მაქვს დალუადებული, ამიტომ არ დალუადებ. და როდესაც თქვენ ამას დაალუადებთ, ეს UE დაყენდება როგორც აი ეს, როგორც ხედავთ, აი აქ ცალკე პანჯარა იქნება, საიდანაც უკვე შეგვიძლია ჩვენი UE პროექტების გახსნა. გარდა ამისა, აქვე აი ამ პროექტის რედაქტირება UE tool-ის საშუალებით. შევიდივართ file open. აი ამ დაგვარად ხდება მისი ინიციალიზება Maya-ში. აი ეგრევე გამოგიგდებთ უკვე წინასწარ გამზადებულ სცენებს, რომელიც მოყვება EON VUE-ს. რომელიც თქვენ მოგიწევთ დააყენოთ ხელით. მას ქვია ცალკე დისკივით მოყვება, მას როდესაც გადმოწერთ და აი ამ დისკის ჩაგდება მოგიწევთ შემდგომში თქვენს დოკუმენტებში, სადაც დაინსტალირდება EON VUE. მაგრამ იმისთვის რომ თქვენ დალუადოთ თქვენ მიერ შექმნილი, ანუ არა source-დან აღებული, ამისთვის უნდა გადახვიდეთ აი ამ პატარა ისარზე, შემდგომ desktop. ჩვენ მოვძებნოთ ჩვენი folder-ი, რომელსაც TerraVue ქვია. შევდივართ TerraVue folder-ში და ხედავთ UE projects, რომელსაც თავისი shortcut-ი გააჩნია, რომელიც დავარენტერეთ ჩვენ VUE-ში. შეგვიძლია open, ვიცით. და ის დაიწყებს აქ დალუადებას ახლა. აი ეს. აქ ავტომატურად, როდესაც თქვენ ამას გააკეთებთ, იჩენს ერთი პრობლემა თავს. ეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც თქვენ შემოგაქვთ VUE-ს პროექტი, VUE-ს ზომები განსხვავდება Maya ზომებისგან. ამიტომ როდესაც გაზომავთ, თქვენ სცენა გეკარგებათ. ანუ ჩვენი კამერა არ არის გათვლილი, Maya-s კამერა არ არის გათვლილი VUE-s სცენასთან სამუშაოდ. ის საერთოდ სხვა ზომებზე მუშაობს. ამიტომ იმ კამერით, რომელიცაც მუშაობთ, უნდა მოვასელექტოთ, ამისთვის გადავდივართ view select კამერაში და აი აქ გააჩნია მას რედაქტირების საშუალებები. აი ეს mirror clip plane ნიშნავს იმას, რომ როდესაც თქვენ კამერით რაიმე ობიექტში შედიხართ, მიზუმავთ, ანუ რა მანძილზე შეგიძლიათ მიუახლოვოთ. ანუ რა მანძილის შემდგომ დაიწყებს ობიექტი გაქრობას. მე მიუთითებ, რომ ის იქნება ძალიან მცირე, ანუ ძალიან ახლოს შემეძლება მე ობიექტთან მიახლოვება. აი ესე. და ამას გავზრდი რაც შეიძლება მეტად. ანუ რაც შეიძლება შორიდან შევძლო მე, აი ნახეთ, როდესაც შევძლი კიდე ერთ ნულს დავამატებ. სცენა აღარ ქრება ჩემი თვალთახედვიდან. ცოტა უფრო გავზრდოთ ალბათ.
აი ესე. იმისთვის რომ ტერეინი დავინახოთ, ჩავართოთ პოლიგონს. აი ესე. და ტექსტურიზაცია. აი ესე ჩანს viewport-ში, მაიას viewport-ში. Eon Vue-ის პროექტი და სცენა. ეხლა დგება მომენტი, ანუ როდესაც თქვენ ტერეინი შემოიტანეთ, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ მე ის ვერ დავარენდერე, რაში მჭირდება, ხო? ამას გააჩნიათ ავისი პატარა ნიუანსი. ეს ნიუანსია ის, რომ Maya Vue-ის პროგრამებს არ არენდერებს ყველა ფორმატში, ყველა რენდირების ფორმატში, რომელიც მას გააჩნია. ის არენდერებს მხოლოდ ორ ფორმატში. ეს არის Maya Software და Mental Ray. V-Ray-ზე მე მგონი პრეტენზია ვერ გვექნება, იმიტომ რომ V-Ray სისტემა საერთოდ განსხვავებულია და V-Ray სისტემასთან Eon Vue არ მუშაობს Maya-ს მეშვეობით. Mental Ray ავიღოთ. და ის გამოიყურება ამდაგვარად. რენდირდება, საკმაოდ დიდი დრო ჭირდება. Vue-ში უფრო სწრაფად იყო მეგონი. და ის რენდირდება როგორც ჩვეულებრივ, აი როგორც Maya სცენას დაარენდერებდით თქვენ ამ შემთხვევაში. აი ესე სადღაც მიახლოებით აი აქ არის ჩვენი პლანეტა. კარგად რო გამოჩნდეს. შემდგომ როგორ შეიძლება Maya-ში Vue-ის სცენის დარედაქტირება. თქვენ ამ შემთხვევაში ვერ გამოიყენებთ ვერცერთ Maya-ს იარაღს, ანუ თქვა ჩვეულებრივი Ctrl-D, ანუ რაც კოპირებას ნიშნავს, edit, delete history და ასე შემდგომ და ასე შემდგომ curl is merge მაგალითად vertex-ების ან extrude ამებს ვერ გამოიყენებთ. იმისთვის რომ Maya-ში Vue-ის სცენაზე ვიმუშაოთ, ამისთვის ისევ და ისევ უნდა მიმართოთ plugins. მას გააჩნია უამრავი ჩამონათვალი, რაც Vue-შიც არის. ოღონდ აქ არის როგორც ცხრილივით, აი როგორც ჩვეულებრივი ფანჯარა ისე. გვაქვს ფაილების შემოტანის გატანის შენახვის სისტემა, გვაქვს აი ამ სცენის კოპირების და ასე შემდეგ cut, copy, paste, duplicate. თუ თქვენ გინდათ რომ თქვათ რაიმე ობიექტი დააკოპიროთ Vue-ში, Maya-ში, უნდა გამოიყენოთ აუცილებლად აი ეს duplicate. თუ თქვენ მას დააკოპირებთ როგორც ჩვეულებრივ პოლიგონებს, ის აღარ აღიქმება შემდგომ რენდირებისას. ამაზე თავის დროზე საკმაოდ დიდი პრობლემები ჰქონდა, იმიტომ რომ ჩვეული ვიყავი დააკოპირებდი და მორჩა, ხო? მაგრამ ესე არ არის. აქვე შეგიძლიათ შექმნათ create water, ground, sphere, ceiling, cube და ასე შემდეგ. Tours, plants, from plants, space, აუცი, ხეები, ყველაფერი, რაც კი Vue-ს გააჩნია, ბიბლიოთეკა შეგიძლიათ აქედანვე დაავალოდოთ. შეგიძლიათ სინათლე შემოიტანოთ, შეგიძლიათ ატმოსფერო დაარედაქტიროთ, შეგიძლიათ რენდირების სისტემა ჩაანაცვლოთ, დაარედაქტიროთ, გვაქვს help-ი, Maya UI-ის და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ყველაფერი იგივენაირად მუშაობს, როგორც Vue-ში, მაგალითად ავიღოთ ჩვენი ტერეინი, მოვნიშნოთ და მივცეთ მას სხვა ტექსტურა. გადავდივართ object, edit object. ეს ყოფანჯერა გამოვაგდე, გაცრავად. Object, edit object. მოსელექტება დამოვიწყდა. Object, edit object. ზუსტად იგივე ფანჯარა გამოჩნდა, რაც გვაქვს Vue-ში. იგივენაირად მუშაობს ყველაფერი.
როგორც მუშაობდა Google-ში. ამაზე არ არის არანაირი პრობლემა. იყოს ისე რაღაცა ესეთ მსგავსი, okay. Yes. და ჩაენაცვლება ჩვენს წინა terrains. ასევე შეგვიძლია შევცვლოთ ტექსტურა, object. Edit object materials. გამოჩნდება მატერიალების პანჯარა. სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ეს მატერიალი. ეს არის bump map-ებია იმ მატერიალებისთვის, რომელიც გამოჩნდება პანჯარაში. შეგიძლიათ შემდგომში დააკომბინიროთ რამოდენიმე ტექსტურა. ანუ თქვათ წყალთან მიახლოებით წყალთან მდებარე ტერეინის ნაწილი იყოს ქვიშის ფერის, ქვიშის ტექსტურის, შემდგომ ბალახი თქვათ, შემდგომ რაღაც იმ ადგილებში სადაც არის მაღალი დახრა, ანუ 90 გრადუსი და მეტი დახრები, იქ იყოს კლდის ფორმა, ანუ ქვა იყოს, რაც უფრო მაღლა დიხართ, იქ თოვლი დაედოს და ასე შემდგომ შეგიძლიათ აი ტექსტურების დაკომბინირება. ამაზე შემდგომშიც მოგახსენებთ, ეხლა ამ მომენტისთვის არ ვიცდები მე რომ კიდევ უფრო მეტად დავტვირთო ეს ტუტორიალი. კიდე რა შეიძლება თქვათ მაიასა და VS კავშირ შორის ის რომ შეგიძლიათ აქ გამოიყენოთ ყველა აი ეს იარაღი. მე გითხარით რომ ბევრი იარაღის გამოყენება არ შეგიძლიათ, მაგრამ აი ამ იარაღების გამოყენება შეგიძლიათ თავისუფლად. მაშ პრობლემა არ არის არანაირი. შეგიძლიათ ტერენი გაწიოთ, დასკილოთ. და გვარად რა უფრო მასშტაბური გავხაროთ. ესე შეგიძლიათ მოიქცეთ ნებისმიერ ობიექტს, მხეს, ქვას და ასე შემდეგ. ჯერ დაარენდეროთ და მიიღოთ გარკვეული შედეგი.